The European Union is living a defining moment. The sense of ევროკავშირი გადამწყვეტი მომენტის წინაშეა. ბოლო კვირების განმავლობაში გაიზარდა გეოპოლიტიკური დაძაბულობა. უზარმაზარი წნეხის ქვეშაა საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული წყობა. 3 წელი შესრულდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან და ევროპის საერთაშორისო უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ გასულ კვირას ევროკავშირის საბჭომ მიიღო სწრაფი და ამბიციური გადაწყვეტილება თავდაცვის და უკრაინის შესახებ. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი პირობაც დავდეთ. ზუსტად 3 წლის წინ გადავწყვიტეთ ევროპის თავდაცვის გაძლიერება. ბოლო 3 წლის განმავლობაში წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები 30%-ით გაზარდეს. ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა კი მიაღწიეს თავდაცვის ხარჯების 2%-იან ნიშნულს. უკრაინაში მიმდინარე ომის გაკვეთილებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ ინვესტიციების გაზრდა რამდენიმე პრიორიტეტულ სფეროში. ესენია საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები, ხელოვნური ინტელექტი, ომი. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ მეტი სახელმწიფო და კერძო სახსრების მობილიზება თავდაცვისთვის. მივესალმებით კომისიის ინიციატივას გამოყოს 150 მილიარდი ევრო იმ შესაძლებლობების დასაფინანსებლად, რაც სასწრაფოდ გჭირდება. Member states increased their defense spending